Თავაზობთ ამონარიდებს ჯონათან ჯონსის სტატიიდან, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ The Guardian-ის ინტერნეტ გამოცემაში 2016 წლის 1 დეკემბერს. Რატომ ხდება მხატვრობა დაბრუნებადი 21 საუკუნეში? მიუხედავად სახელოვნებო კრიტიკოსების მიერ იგნორირების ტენდენციისა, მხატვრობა ხდება სულ უფრო ტრენდული ვიდრე ოდესმე და ამით კონცეპტუალურ ხელოვნებას სწევს ელიტარული მიმდინარეობების რიგში. ჯერ კიდევ გუშინ მხატვრობა თითქოს მკვდარი იყო, ახლა კი ის ყველგანაა. ლონდონში აღმოსავლეთ ნაწილის სამხატვრო გალერეები სავსეა სამხატვრო ნიმუშებით. Ცოტა ხნის წინ მეგობარი მხატვარის გამოფენაზე სტუმრობისას მე ვესაუბრებოდი ახალგაზრდა მხატვარს, რომელიც ამუშავებს გალერეას, რომელიც ასევე ითავსებს მისი სამხატვრო სტუდიის ფუნქციას. დამალული ბუფეტის გახსნისას მან ამოიღო თავისი ზოგიერთი დიდი, უწესრიგოდ მიყრილი ტილო, რომლებიც გაჯერებული იყო პოლიტიკური წარმოსახვითა და ეგზისტენციალური შიშით და ეს ყველაფერი ხდებოდა შიგ გალერეაში. აღარაფერს ვამბობთ ქუჩის მხატვრობაზე, რომელიც უკვე ასე შემოიჭრა 21 საუკუნის ცხოვრებაში. მხატვრობა მკვდარია? თუ ასეა, მაშინ ჩვენ უნდა ვიტანჯებოდეთ ზომბი მხატვრების შემოსევისგან, რადგან ეს ძველი არტი იპყრობს თანამედროვე მსოფლიოს თითოეულ კუთხეს, დაწყებულ სახელოვნებო სამყაროს ყველაზე ცივი კუთხეებიდან და დასრულებულს შენი ადგილობრივი სარკინიგზო ხიდით. ერთი ადგილი, სადაც თქვენ მხატვრობას ვერ იპოვნით, არის Turner-ის პრიზის მფლობელი არტისტების გამოფენის ადგილი. წლევანდელ ტურნირზე მხატვრობა წარმოდგენილი იყო განსაკუთრებულად მცირე შემადგენლობით. ამის საპირისპიროდ ბრწყინვალე Switch House-მა თავისი საათში გალერეით წარმოადგინა შოუ, რომელიც სავსე იყო მხატვრობის ნიმუშებით. მაშინ, როცა Turner-ის პრიზის გამოფენაზე ისინი არ ყოფილან წარმოდგენილნი. თავისი შოუ Painters-მა ასევე ვიზიტორთა გადავსებული დარბაზებით გახსნა. შეიძლება, როცა თვითკმაყოფილი კურატორების ნათქვამზე, რომლებიც წლების განმავლობაში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაღმერთოთ ვიდეო არტი და სხვადასხვა live ინტერაქტიული პოსტ-არტისტული ფენომენი, ჩვენ უნდა ვიმხიარულოთ, რადგან სააჩის გალერეაში წარმოდგენილი მხატვრობის ნიმუშებში ბევრი მხიარული რამ მოიძებნება. ის არტისტებიც კი, რომლებსაც მე დიდად არ ვწყალობ, თავიანთი თავით მხიარულობდნენ და კარგი განწყობა კი გადამდებია. ერთი რამ, რაც ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, არის გალერეებში წარმოდგენილი მხატვრობის ახალი ნიმუშები, რომლებიც ძლიერ წააგავს ქუჩის მხატვრობას. გამოფენაზე წარმოდგენილი Dexter Dovoods დიდი და მხიარული ლანდშაფტის ფანტაზია ძლიერ წააგავს David Salis ფიქრისა და ფერის პოსტმოდერნულ აფეთქებას. ისინი შეიძლება ისეთივე წარმატებით იქნან დახატულნი ქუჩის კედელზე ლონდონში ან ქაიროში, როგორც სტილოზე. სწორედ ეს არის დაბრუნებადი მხატვრობის საიდუმლო. $1990-იან წლებში კონცეპტუალური და ახალი მედია არტი გამოიყურებოდა როგორც მომავალი, მაგრამ ასეთ არტს გააჩნია ერთი დიდი ნაკლი. ის თავისი არსით ელიტურია. ის დამოკიდებულია თეთრი კუბის გალერეის ან მუზეუმის ვიზუალურ შეფუთვაზე. მხატვრობა კი ამისგან განსხვავებით ეფექტურია ყველგან, სადაც მას მიუჩენთ ადგილს. დაწყებული ნაციონალური გალერეიდან დამთავრებული ყინულის ერის გამოქვაბულის კედლამდე. ის უბრალოდ საღებავია, რომელიც გამოიყენა ადამიანმა, რათა დაეფიქსირებინა საგულისხმო გზავნილები. სწორედ ამიტომ არის, რომ მხატვრობა გვხვდება ყველგან, რადგან მას შეუძლია მივიდეს ყველგან და მიუხედავად ამისა დარჩეს ხელოვნებად. ასე რომ მხატვრობა მისი გრძელი ისტორიითა და მაღალი კულტურული სტატუსით, თავისი ტრადიციით, რაც მოიცავს ტიციანს, რემბრანდტსა და როთკოს, გახდა პოპულარული არტი ჩვენს დროში.